სამი საკანონმდებლო ინიციატივა. ეკონომიკური ამნისტია და ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, გაზრდილი ანაზღაურება, კომპენსაციები და საპენსიო შეღავათების სამხედრო პირებს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ახალმა ხელისუფლებამ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა უკვე სამჯერ დაარღვია, რასაც მისივე თქმით ადგილი არ ჰქონდა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში. მისაღებია თუ არა პრეზიდენტის წინადადებები ხელისუფლებისთვის, მთავარ კითხვას თეა წულობიანი მიპასუხებს. გადაცემის მეორე ნაწილში რა განაპირობებს ოპოზიციონერი პრეზიდენტის აქტივობას და როგორ უნდა გაგრძელდეს პოლიტიკური ძალების თანაცხოვრება. ხათუნა ლაგაზიძე გადაცემაში მთავარი კითხვა. Justiția ministrii უპასუხებს მთავარ კითხვას საგამოშტოების საქალაქო. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. დავიწყოთ პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივით, უფრო სწორად ეს არის ჯერჯერობით უბრალოდ ინიციატივები, წინადადებები, რომელიც სამ თემას შეეხება. აქედან ორ თემაზე მაინტერესებს თქვენი პასუხი. მაგალითად, პირველი, რამდენად მისაღებია თქვენთვის ეკონომიკური ამნისტია და ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია, რომელზეც საუბრობს პრეზიდენტი, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ინიციატივაზე, რა თქმა უნდა, ცალკე ვისაუბრებთ. მადლობა მოწვევისთვის. მე არ შემიძლია არ მივესალმო იმას, რომ პრეზიდენტი იყენებს თავის კონსტიტუციურ უფლებას, რომ საკანონმდებლო ინიციატივის შევიდეს საკანონმდებლო ორგანოში. ნებისმიერი პრეზიდენტი, რომელსაც სურს საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესება ქვეყანაში, სწორედ ასე უნდა იქცევოდეს. უბრალოდ გასაკვირია, რომ ეს ინიციატივები მოდის ახლა. თუმცა შობს გვიან ვიდრე არასდროს. რაც შეეხება ამ ორ ინიციატივას, ეკონომიკური ამნისტია თუ კი ინვესტორებს შეუქმნის უკეთეს განწყობას ეკონომიკური პროცესებისადმი, რატომაც არა, მაგრამ ჯერ ჩავიხედოთ, მანამ სანამ რაიმე დასკვნებს გავაკეთებდეთ, რა წერია პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივაში, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ზეპირი გამონათქვამების შედეგად არის ცნობილი. რაც შეეხება ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას, ამის შესახებ მანამ სანამ პრეზიდენტი ისაუბრებდა, ძალიან ბევრმა პროკურორმა ჩვენი უწყების შიგნით, როდესაც შეიცვალა ხელისუფლება, გამოთქვა თავისი აზრი და თქვა, რომ წინა ხელისუფლების პირობებში და როდესაც ბატონი ზურაბადიშვილი იყო მინისტრი და ამავე დროს პროკურორი არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, სწორედ ტენდენცია იყო იქითკენ, რომ ნებისმიერი ეკონომიკური ხასიათის გადაცდომა თუ კანონშეუსაბამობა ავტომატურად კვალიფიცირდებოდა სისხლის სამართლის კანონმდებლობის კუთხით და თავად პროკურორები, რომლებიც გათავისუფლდნენ იმ წინახისგან, რომ განსხვავებული აზრის გამოთქმის უფლება არ ჰქონდათ, პირადად ჩემთან საუბრებში ბოდიში ამბობდნენ, რომ სწორედ ეს იქნებოდა კარგი, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, თუ არა უმრავლეს შემთხვევებში მოხდეს სწორედ დეკრიმინალიზაცია. ეს შესწავლის საკითხია, ამაზე პროკურატურა შიგნით მსჯელობს და ნახოთ კიდევ ერთხელ, როგორ შეადგინა პრეზიდენტმა თავისი საკანონმდებლო ინიციატივა, ამაზე იქნება ჩვეულებრივი დებატი და მიღებული იქნება საკანონმდებლო ორგანოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილება. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, მთავრობა მიიღებს მონაწილეობას და გამოთქვამს თავის აზრსაც. რაც შეეხება ინიციატივას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ, მიხეილ სააკაშვილი ამტკიცებს იმას, რომ მისი ხელისუფლების პირობებში არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, როდესაც მათ გამოამზეურეს საჯარო გახადეს ვინმეს პირადი ცხოვრება. პირველ რიგში მაინტერესებს თუ ეთანხმებით ასეა მართლაც? გახსენდება თუ არა მსგავსი შემთხვევა? მე მახსენდება რამდენიმე შემთხვევა და პირველი რაზეც ვიფიქრე არის ერთ-ერთი შემთხვევა სწორედ მსგავსი ტიპის თუ არ მეშლება ეხებოდა ერთ-ერთ ცნობილ ადამიანს, რომელსაც შანტაჟს უწყობდნენ აჭარაში, მისი, ასე ვთქვათ, პირადი ცხოვრების გამომზიურების მუქარის ქვეშ აიძულებდნენ ამა თუ იმ ქმედებაზე წასულიყო, მაგრამ თავარი ეს არ არის. გასაჯაროებას გულისხმობ. თავარი არის ის, რომ თუ წინა ხელისუფლებას არ განუსაჯაროებია ამგვარი რამ, ეს ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ საკუთარ უმსგავსო ქმედებას ბუნებრივად თვითონ არ განასაჯაროებდნენ. ეს განასაჯაროა პროკურატურა ახალი ხელისუფლების პირობებში. პროკურატურა
და მე არ ვეთანხმები პრეზიდენტს, როდესაც ის ამბობს, რომ პროკურატურა მაჩვენა არაცივილიზებულობის მაგალითი. პროკურატურა მაჩვენა თუ როგორ არაცივილიზებულად ეპყრობოდა საკუთარ მოქალაქეებს წინა ხელისუფლება, როდესაც მე გისი ქარდავას დაველებით, როგორც მოწმეები ამბობენ, თუმცა ამას კიდევ გამორკვევა და დამტკიცება სჭირდება. ძიების პროცესში ხდებოდა, ასე ვთქვათ, მახეში გაბმა სხვადასხვა ადამიანების, ამის გადაღება, პირადი ცხოვრების სცენების გადაღება ვიდეო კამერით ფარულად, რაც თავისთავად არის კანონდარღვევა და შემდეგ შანტაჟი ამ ვიდეო მასალით და დათანხმება მსხვერპლის ამა თუ იმ ქმედებაზე. ამას სხვა არაფერი ჰქვია თუ არა სახელმწიფოებრივი საჯარო უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის მხრიდან უმსგავსო ქმედება. მარტივენას სისხლის სამართლის ენით დაკვალიფიცირდა ეს როგორც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ან გადამეტება. ყოველ შემთხვევაში მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ის მასალები, რაც გამოქვეყნდა, არ იძლევა არავითარ შანსს, რომ მოხდეს იქ ასახული პირების იდენტიფიკაცია ვინმეს მიერ. თუმცა ასეთი ეჭვი გაჩნდა, მაგალითად ეჭვი გაჩნდა და ამ ეჭვს პასუხობს სწორედ, როდესაც ვამბობ, რომ ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული. ომბუდსმენმა შეგახსენათ ამ კადრების გამოქვეყნების შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მერვე და სამოქალაქო პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-17 მუხლი, ასევე საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლი, რომელიც იცავს ასევე პირად ცხოვრებას. ომბუდსმენის განცხადების თანახმად, ვიდეო მასალაში შესაძლებელია გადაღებული პირების ისეთი საიდენტიფიკაციო ფაქტორების გარჩევა, როგორიც არის ადამიანის აღნაგობა, თმისფერი, ტანსაცმელი, რაც შეიძლება გარკვეული ნაწილისთვის ალბათ ის გულისხმობს იმ ადამიანებს, ვინც იცნობენ პირადად, მათ ვინც არიან წარმოდგენილნი ამ ვიდეო კადრებში, ანუ ნაცნობებისთვის მათი იდენტიფიცირების საშუალებას. ფიქრობთ, რომ არ იძლევა კადრები? მე ალბათ თავხედეში არ ჩამოვართმევს საქართველოს ომბუდსმენი თუ ეტყვი, რომ ევროპული კონვენციის მერვე მუხლს ძალიან კარგად ვიცნობ. და სწორედ აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვაცხადებ საჯაროდ, რომ აბსოლუტურად შეუძლებელია ამ ადამიანების იდენტიფიცირება, ამ ადამიანებმა შეიძლება თავისი თავი ვერც კი იცნონ, იმდენად შეცვლილია თუნდაც აღნაგობა, რომლის შესახებაც აბსოლუტურად ლეგიტიმურად წუხს ომბუდსმენი, რადგან აღნაგობის ცვლილებაც არის გაკეთებული და ისე არის შეცვლილი სხვადასხვა ფიგურანტების მოცემულობები თუ ტანისამოსი თავისთავად დაფარულია სახე, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არამც თუ ახლობლების მიერ და ნაცნობების მიერ შეიძლება ამ ადამიანმა საკუთარი თავიც ვერ იცნო, ისე არის შეცვლილი. თავარი იყო რა, მიზანი რა არის? გამოქვეყნების მიზანი რა იყო? მიზანი ამას მოვახსენებთ რა იყო სწორედ. ჩვენ ამაზე გქონდა შეჯერება მთავარ პროკურორთან ერთად, რომელიც თავის მხრივ შემდეგ მთავარ პროკურატურაში სერიოზული, ასე ვთქვათ, შიდა მსჯელობის საგნად აქცია ეს საკითხი და საჯარო ინტერესმა ჩვენს თვალში გადაწონა და ვთქვით ასეთი რამ, რომ ჩვენ ხშირად გვსაყვედურობენ, ეს არ არის ახალი, რომ ადამიანებს საზოგადოებას და განსაკუთრებით გარე სამყაროს და შიდა სამყაროში კი ამჟამინდელ ოპოზიციას აქვს უსაფუძვლო ეჭვები, რომ როდესაც ხდება სისხლის სამართლებრივი დევნის აღძვრა, ძიების დაწყება, უფრო სწორად იქ რაღაცა ტიპის მტკიცებულებები არ არის და ჩვენ როგორც მეოცნებებს რაღაცები გვევანდება. სწორედ ამის გამო, ვინაიდან საქმე ეხებოდა ძალიან სერიოზულ ბრალდებას და მეთანხმებით, რომ მორალურად გაუმართლებელი სახელმწიფოებრივი მართვის მექანიზმია, როდესაც თავდაცვის სამინისტროს ჩინოსანი, როგორც იყო მეგისი ქარდავა, სხვა პოლიციელებთან ერთად, სამხედრო პოლიციელებთან ერთად ჩამული იყო ამგვარ საქმიანობაში, ეს არის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აბსოლუტურად მორალურად და სახელმწიფოებრივად გაუმართლებელი მართვის მექანიზმი. ამის დასტურია ეს და ჩვენ ჩავთვალეთ, რომ საზოგადოებას უნდა სცოდნოდა თუ როგორ მართავდა წინა ხელისუფლება ადამიანებს, როგორ მანიპულირებდა მათი პირადი ცხოვრებით და ზოგადად ბედით. მაგრამ ეს გაკეთდა ისე, რომ აბსოლუტურად უვნებელი რჩება როგორც მსხვერპლის, ისევე შესაბამისი კონფიდენტების ვინაობა და მხოლოდ ვიწრო წრეში არის ეს მთავარ პროკურატურაში ცნობილი. ამიტომ მე მინდა ყველა დავამშვიდო, ვინც არაერთი, ასე ვთქვათ, ეჭვი გამოთქვა, ლეგიტიმური, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იქნებიან ეს კერძო პირები თუ ომბუდსმენი თუ სხვა ვინმე, რომ დაცულია აბსოლუტურად
კონფიდენციალურობა ამ ფირებზე ასახული ადამიანების ერთადერთი ვინც საკუთარი თავი ასე ვთქვათ ყოველ შემთხვევაში თავარი პროკურორის წინაშე ასე დავარქვათ გათქვა არის ის მსხვერპლი რომელმაც თავად მოიტანა ის ვიდეოფილმი რომელსაც თვითონ არის ასახული და თქვა ეს არის ის ვიცაც მე მეგისი ქარდავა და მისი გუნდი მაშანტაჟებდა ეს მისი გადაწყვეტილება იყო სხვების შემთხვევაში არანაირი საფრთხე არ არსებობს რომ ვინმემ გაიგოს ვინ არიან ეს პირი მაგრამ ქალბატონთი მაშინდელ რაც გამოქვეყნდა ეს კადრები და გასაჯაროვდა აქცენტის გადატანა მოხდა იმაზე რომ ხელისუფლებამ ჩაიდინა დანაშაული პროკურატურამ ჩაიდინა დანაშაული თავის მხრივ როდესაც გამოაქვეყნა ეს კადრები თქვენ ფიქრობთ რომ კადრების გამოქვეყნების გარეშე თუნდაც თქვენი იუსტიციის მინისტრის ან მთავარი პროკურორის განცხადება იმ შესახებ რომ ასეთი კადრები არსებობს საკმარისი არ იქნებოდა საზოგადოებისთვის ასეთ შემთხვევაში აქცენტი გადავიდოდა იმ დანაშაულზე რომელიც დევს ამ კადრების მიღმა და ვეღარც მიხეილ სააკაშვილი დაგაყოდრიდათ იმას რომ განსხვავებით მისი ხელისუფლებისგან თქვენ აქვეყნებთ ისეთ კადრებს რაც შეეხება ადამიანების პირად ცხოვრებას პრეზიდენტი არის დღეს ოპოზიციაში და მისი როლია რომ ჩვენ რაღაცები დაგვაყვედროს ეს ბუნებრივია ჩვენ ამიტომ არ ვაფერხებთ ჩვენ საქმიანობას ეს მე ბევრჯერ ვთქვი და ასე გავიმეორებ მას მისი როლია დღეს იყოს ჩვენს ოპოზიციაში და ხალხის ოპოზიციაში ყოფნა ირჩია რატომღაც მან რაც სხვა როლია აბსოლუტურად და ეს მისი უფლებაა და საქმეა მთავარი აქ კიდევ ერთხელ ვიმეორებ არის ის რომ საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს რა ტიპის მეთოდებით მართავდა დღეს ხალხის ოპოზიციაში მყოფი პრეზიდენტი ამ ქვეყანას და მის მიტომი დაქვემდებარებული გმირად შერაცხული თავდაცვის მესვეურები ყოფილი მესვეურები ადამიანების ბედს როგორ განაგებდნენ და მართავდნენ სახელმწიფოს ანტისახელმწიფოებრივი მეთოდებით ჩვენ ჩავთვალეთ რომ საზოგადოებას ჰქონდა უფლება არა მხოლოდ მთავარი პროკურორის საპირისპირო განცხადებით სწოდნოდათ ამის შესახებ, არამედ საკუთარი თვალით ეხილათ, უბრალოდ წარმოედგინათ, იმიტომ რომ ვერ იხილეს მათ კიდევ ერთხელ ვიმეორებ რეალობა, ეს არის დეფორმირებული რეალობა, რომ წარმოედგინათ ოდნავ მაინც რა ტიპის სიბინძურეში იძირებოდა ქვეყანა 9 წლის განმავლობაში. ანუ ეს იყო პირადად თქვენი გადაწყვეტილებაც რომ ეს არ იყო პირადად ჩემი გადაწყვეტილება, ეს იყო მთავარი პროკურატურის გადაწყვეტილება, რომელთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მე მქონდა გასაუბრება ბატონ არჩილ კბილაშვილთან. ახლა რაც შეეხება თვითონ მეგის ქარდავას ფაქტორს და პიროვნებას, არის თუ არა არსებობს თუ არა დღეს უკვე საკმარისი მტკიცებულებები იმისა, რომ ნამდვილად მეგის ქარდავას ორგანიზებული იყო ის, რაც ხდებოდა კადრების გადაღებასთან და შემდგომ შანტაჟთან დაკავშირებით, თუმცა მთავარ კითხვას თეა წულუკიანი უპასუხებს სარეკლამო ბლოკის შემდეგ გადაცემაში რეკლამის დრო. თეა წულუკიანი პასუხობს მთავარ კითხვას, ქალბატონ თეა, რაც შეეხება თვითონ მეგის ქარდავას ფიგურას და მის კავშირს გავრცელებულ ვიდეო კადრებთან. არსებობს თუ არა მყარი მტკიცებულებები, რომ სწორედ მეგის ქარდავა იყო ორგანიზატორი, რადგან მხოლოდ მისი სახელი და გვარია ამ ეტაპზე დასახელებული და არა სხვა ადამიანების, ვინც შეიძლება ასევე ამ დანაშაულებრივ სქემაში შეიძლება ყოფილიყო ჩართული. მხოლოდ მეგისი ქარდავა არ ფიგურირებს, აქ არის 3 სხვა სამხედრო პოლიციის ყოფილი ჩინოსანი. თუმცა მათ სახელები და გვარები არ ვიცით ჩვენ. საზოგადოებამ არ იცის. ჯერ არ იცის საზოგადოება, მაგრამ გამოქვეყნდება ეს გვარები და სახელები. ყოველ შემთხვევაში ფაქტად რჩება, რომ 3 ადამიანია დღეს პასუხისგებაში მიცემული და არა მხოლოდ მეგისი ქარდავა. 3-ვე დაკითხვის რეჟიმში ამბობს, რომ ეს იყო სწორედ მეგისი ქარდავას, ასე ვთქვათ, ორგანიზებული საქმიანობა და ჩვენებები არის, როგორც მოგახსენებათ, მტკიცებულება, მაგრამ მე თავში ვახსენე, რომ მეგისი ქარდავას ზუსტი როლი ამ საქმეში კიდევ ძიებას საჭიროებს თურმე სახეზე არის, თუმცა სახეზე უკვე არის მისი მონაწილეობა ამ საქმეში ცხადად გამოკვეთილი. რა ხარისხის პასუხისმგებლობა დაეკისრება და ზუსტად როგორი კვალიფიკაცია მიეცემა მის ქმედებებს ბოლოში, ამას გამოძიება აჩვენებს. რატომ არ სახელდებიან სხვა მონაწილეები? მიზეზი რა არის? სხვა მონაწილეები, როდესაც ჩაატარა მთავარმა პროკურატურამ ბრიფინგი ამ თემაზე, არ ყოფილან დასახელებულები, ამიტომ მე ყოველთვის ვარ რა მათი ხელმძღვანელიც
ვიცავ იმ გამომძიებლის და შესაბამისი პროკურორების საქმიანობას, როდესაც საჯარო განცხადებას ვაკეთებ, ვინც კონკრეტული ამ საქმით არის დაკავებული. მე ღიად ვამბობ, რომ თქვენთან მოსვლამდე მათ არ დავთათბირები ვარ, არ მაქვს მათგან უფლებამოსილება მიღებული, რომ ეს გვარები გავაცხადო. მე თუ მათ ამ გვარების დასახელებაში, რომლებიც ვიცი, ხელს შეუშლი ხვალინდელ საქმიანობაში, ეს მე არ მსურს, ამიტომ მათთან მოთათბირების გარეშე დღეს მე აქ ამ გვარებს ვერ დავასახელებ. თუ საჭიროდ ჩაცვლის თვითონ გამომძიებელი და შესაბამისი პროკურორი, მთავარი პროკურატურა თავად იტყვის ამ გვარსახელების შესახებ, რომელთაგან ერთ-ერთი შეიძლება ძალიან საინტერესო აღმოჩნდეს. ქალბატონთია, იყო თუ არა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ბოლო რგოლი, უბრალოდ უმაღლესი რგოლი ამ საქმეში. რა ინფორმაცია გაქვთ ამის შესახებ? ჯერჯერობით ასე იკვეთება, უბრალოდ არ იკვეთება, რომ მის ზემოთ სხვა ვინმე იძლეოდა მიკითებებს ამასთან დაკავშირებით, თუმცა არ არის გამორიცხული მომავალში ეს აღმოჩნდეს, რომ სხვანაირად იყო, მაგრამ ამ ეტაპზე ჯერჯერობით ყველაზე უმაღლესი რგოლი მეგისი არ დავაჩანს. თქვენ წეგან თქვით, რომ გარეგნობა იმდენად არის შეცვლილი კადრებში, რომ ახლობლებიც ვერ იცნობენ, მათ შორის ტანის ფორმაც, მაგრამ ისიც თქვით, რომ ვიწრო წრემ იცის ვინ არიან ეს ადამიანები, მათ ნანახია ეს კადრები გადაფარვის გარეშე. სად არის გარანტია იმისა, რომ ეს კადრები მომავალში ისევ არ იქნება გამოყენებული ან ცალკეული პიროვნებების ან ხელისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე, ისევ არ იქნება ამ პიროვნებების წინააღმდეგ მათ დასაშანტაჟებლად და მათ გამოსაყენებლად, როგორც ამას აკეთებდა ყოფილი ხელისუფლება. ეს ადამიანები რამდენიმე არის მკაცრად გაფრთხილებული მთავარი პროკურორის მიერ, ჩვენ ამის შესახებ გუშინ მქონდა საუბარი ბატონ არჩილთან და ამ ადამიანებმა იციან, რომ ეს იქნება კონსტიტუციის დარღვევა, თუ კი ისინი გაბედავენ როდისმე. თუნდაც თავიანთ ახლობლებში ამის შესახებ ისაუბრონ და მე საჯაროდ მინდა ისინი კიდევ ერთხელ გავაფრთხილო, რომ მათ ამგვარი რამ საერთოდ არც იფიქრონ. და სამსახურებრივი უფლებამოსილება მათი არის იმგვარი, რომ ამგვარი ინფორმაციასთან მათ უნდა ჰქონდეთ შეხება, სხვაგვარად გამოძიება ვერ ჩატარდება, მაგრამ მათ შესანიშნავად ესმით და კიდევ ერთხელ მეტი დაცულობის მიზნით მათ საჯაროდ ვაფრთხილებ, რომ ამგვარ რამეზე არც იფიქრონ, მაგრამ მართალი გითხრათ, მე საფრთხეს გაჟონვის რაიმე ინფორმაციის ვერ ვხედავ. ამიტომაც მე რომ მქონდეს რაიმე შეშფოთების მიზეზი, ამას ალბათ გჯერათ, რომ ღიად ვიტყოდი, მაგრამ დღეს მე შეშფოთების საფუძველი არ მაქვს და იმ ადამიანებს, ვისი პირადი ცხოვრება შეიძლება ერთ დღეს გამხდარიყო ამგვარი შანტაჟის საგანი, შეუძლიათ ნამდვილად იყონ მშვიდად. ქალბატონთია, პრეზიდენტმა დღეს ახსენა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის შანტაჟის ფაქტიც, ეს იყო მესამე პრეცედენტი მის ჩამონათვალში. რა შეგიძლიათ თქვათ ამ ფაქტის გარშემო, რა იცით აი ამ წუთისთვის? მე ამის შესახებ არაფერი არ ვიცი ჯერჯერობით, გარდა იმისა, რაც განაცხადა პრეზიდენტმა და ჩვენი უწყება ამით დაინტერესდება და გაირკვევა სიმართლე, სად არის, იმიტომ რომ მართალი გითხრათ, როდესაც პრეზიდენტი განცხადებებს აკეთებს, ეს არ არის მისი ბრალი, ეს ჩემი ბრალია, როდესაც ვისმენ ის განცხადებებს ავტომატურად ნდობით არ ვიმსჭვალები ხოლმე ამ განცხადებებში წარმოდგენილი ინფორმაციებისადმი, ამიტომ ამას გადამოწმება სჭირდება. მე დღეს ამ ეტაპზე არაფერი ვიცი, გარდა იმისა, რაც თავად მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. ეს თუ ასეა, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია. საზოგადოების ინტერესის საგნად იქცა 16 წლის ჯაზმენის ბექა გოჩაშვილის განცხადება, უკვე რამდენიმე დღეა სხვადასხვა წრეებში მიმდინარეობს ამ ამბის განხილვა. შევახსენებ უბრალოდ მაყურებელს, რომ ბექა გოჩაშვილის განცხადებით ის ამბობს, რომ პოლიციის ვაკის საბურთალოს განყოფილებაში, სადაც ის მშობლის ვალერიან გოჩაშვილის თანდასწრებით 2013 წლის 8 იანვარს ვინის გაქურდვის საქმესთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით დაიკითხა, მასზე ქურდობის აღიარების მოთხოვნით ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა, ხოლო მის ძმას ფიზიკური ანგარიშწორებით დაემუქრნენ. თქვენ ერთ-ერთ კომენტარში გამორიცხებთ, რომ მასზე შეიძლება განხორციელებული იყო ზეწოლა, რატომ? გამოვრიცხე პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს ადამიანი არ იყო მარტო. მე როდესაც შესაბამის ორგანოებში მოვიკითხეთ, როგორ ჩატარდა დაკითხვა, მანამ სანამ, ასე ვთქვათ, ეს ყველაფერი ასეთ დიდ მასშტაბს მიიღებდა, როგორც ბოლო დღეებში იყო, მივიღე პასუხი სანდო ადამიანებისგან, რომ იქ ესწრებოდა მამა,
რომ მათ რაც შემდეგ გენერალურმა ინსპექციამ თქვა, იმ წუთში არანაირი ასე თქვა პრეტენზია არ გამოუთქვამთ და მე დღესაც მიმაჩნია რომ ეს არის გამორიცხული. თუმცა რა კი ეს ასე თქვა ბრალდებები გრძელდება მიუხედავად იმისა რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დადო შედეგები შიდა მოკვლევის მე მინდა მოვუწოდო როგორც ბატონ ბექას აგრეთვე მის მშობელს ძმაც იყო დაკითხული როგორც ძმაზე ზეწოლაზეც საუბრობთ კი რომ უფრო მეტი კონკრეტიკა შესძინონ თავიანთ ასე ვთქვათ პრეტენზიებს. ეს ელემენტარული რამ არის, ეს აუცილებელიც არის, რადგან მე ვერჯერთ გადავიკითხე ბატონი ბექას ასე ვთქვათ საჯარო ფეისბუქური განცხადებები და იქ მხოლოდ სამი სიტყვა ზოგადი მოხსენიებული, ეს არის მუქარა, ზეწოლა და შანტაჟი თუ არ მეშლება. ყოველ შემთხვევაში სამი ესეთი ზოგადი ხასიათის ტერმინია გამოყენებული. მან რომ წარმოვიდგინოთ რომ აი ამ ფრაზებით და ტექსტით ესეთი სცენარი ვთქვათ რომ იჩილოს ევროპულ სასამართლოში ჩვენ ამგვარ საჩივებს ყოველთვის ვცნობდით დაუშვებლად როგორც დაუსაბუთებელს რადგან არსებობს ელემენტარული სტანდარტი რომელიც მომჩივანმა ანუ პრეტენზიების წარმოუდგენმა ადამიანმა უნდა დააკმაყოფილოს იმისთვის რომ მოგცეს საშუალება ზემდგომ პირებს უფრო ადვილად მივაკულიოთ იმას ვისაც შესაძლოა ეს კონდეს ჩადენილი პირველ რიგში მან უნდა თქვა საში გამოიხატებოდა ზეწოლა რაში გამოიხატებოდა მუქარა და კიდევ შანტაჟი თუ რაც არის. თუ ის ამას არ იტყვის, მაგალითად მუქარა არის რომ მიშასტრო ხომ არ გონია. მე ჩემს თანამშრომლებს ყოველდღიურობები ზოგჯერ რომ ძველი დრო აღარ არის და გონს მოეგეთ. და არის ეს. ის მოითხოვს დაკითხვის ვიდეო მასალის გამოქვეყნებას. თუ არის ეს შესაძლებელი? თუ არის ვიდეო და აუდიო მასალა ეს უნდა გამოქვეყნდეს, მე ამის მომხრე ვიქნებოდი, თუ არის ამგვარი, მაგრამ არ ვიცი არის თუ არა, თქვენ იცით რომ ეს დაკითხვა ჩატარდა შინაგან საქმეთა სამინისტროში და მე ამის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ. თუ ამგვარი არის, რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა რომ ეს გამოქვეყნდეს. მაგრამ არ გამორიცხავს ეს არ იყოს გაკეთებული, რადგან წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით ასე ვთქვათ, მოწმის სახით, როცა იკითხება ადამიანი, იქ ზედმეტი კიდევ ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიური ზეწოლის მექანიზმები, როგორც არის სახეზე მიშვერილი ვიდეო კამერა, არ გამოიყენება ხოლმე, მაგრამ არის გამორიცხული ეს გაკეთებული იყოს. თქვენ გახსოვთ ამ მხრივ, როდესაც ბაჩუ ახალაია იკითხებოდა პროკურატურაში, რადგან მოწმის სახით იყო დაკითხული, მასთან ჰქონდა მობილური ტელეფონი, რომელსაც თავისუფლად იყენებდა. ანუ ვის თქმა მინდა, რომ მითქომ არის აბსოლუტურად შეცვლილი. და მოწმის სახით დაკითხული ადამიანი არის ისეთივე ადამიანი, რომელიც დადის ქუჩაში თავისუფლად. ამიტომ მას ყველა ის უფლება უნარჩუნდება დაკითხვისას, რაც მათ შეიძლება ჩვეულებრივ მდგომარეობაში ჰქონდეს. არ ვიცი, არის თუ არა ეს ჩაწერილი, თუ არის ჩაწერილი, კარგი იქნება რომ გამოქვეყნდეს. რაც შეეხება თვითონ პრეზიდენტის განცხადებებს მე არ ვისურვებდი რომ ბექა გოჩიაშვილის პიროვნების თუნდაც მისი ასაკიდან გამომდინარე ნიჭის და ზოგადად დამსახურების გამოყენება მოხდეს პოლიტიკური მიზნით. ნუ რა ვინ წარმოაჩენს ისე თითქოს არსებობდეს რომელიმე პოლიტიკოსის ან პოლიტიკური ძალის მონოპოლია ბექა გოჩიაშვილის სიყვარულს. ამას ნურავინ ნუ გააკეთებს, იმიტომ რომ ეს არ არის პასუხისმგებლიანი ქცევა უფროსი ადამიანის მხრიდან, როდესაც საქმე ეხება მით უმეტეს არასრულწლოვანს. ადამიანს აქვს ის ნიჭი, რაც მართლაც ვირტუოზად წარმოაჩენს მას და ის რომ სწორად განვითარდეს და ჩამოყალიბდეს უკვე მოზრდილი ადამიანი და მსოფლიო მნიშვნელობის მუსიკოსი, მას ახლა სჭირდება პოლიტიკური ზეწოლისგან დაცვა. მე ამისკენ მოუწოდებდი პრეზიდენტს და არც ერთი წარსული მთავრობის მინისტრს არ ვურჩევდი რომ გამოაცხადოს რომ ის არის სიყვარულის მონოპოლისტი ბექა გოჩიაშვილზე. მისი ნიჭი ეკუთვნის ქართულ ხალხს და არა მხოლოდ თავად ბექა გოჩიაშვილს სხვათა შორის. ამის დაცვა და პატივისცემა სჭირდება და მე კიდევ ერთხელ მოუწოდებ მას ზუსტად დაასახელოს რა ტიპის მუქარა, როგორი ფორმულირებით გამოითქვა ვერ ვიტყვიო სადღაც უთქვავს ისეთი მუქარა იყო საჯაროდ შეიძლება მართლაც არ თქვას არსებობს თქვათ ომბუდსმენი თუ კი ის ნდობით სარგებლობს და იმედია სარგებლობს მის თვალში და მასთან განაცხადოს ეს შეუძლია
რომელიმე აირჩიოს, რომელი მინისტრიც ის თვალში მდობით აღჭურვილია და მასთან განაცხადოს, ვისთანაც უნდა, მაგრამ ეს უნდა განაცხადოს იმისთვის, რომ ჩვენ ზემდგომმა პირებმა და პირველ რიგში შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომელმაც ძალიან სერიოზული და საკმარისი ჩემი გადასახედიდან განმარტებები გააკეთა საზოგადოების წინაშე ამ თემასთან დაკავშირებით, შევძლოთ უფრო კონკრეტულად დავინტერესდეთ რეალურად რა მოხდა. ნაფთსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ მინდა გკითხოთ. პირველი მოსმენით გუშინ დაამტკიცა პარლამენტმა ეს კანონპროექტი, იყო გათვალისწინებული ოპოზიციის მოთხოვნაც, რომ ბრალდებულს ჰქონდეს უფლება თავად აირჩიოს, ვინ გამოიტანს განაჩენს მოსამართლედ თუ ნაფთსიმსაჯულებით, თუმცა ეს ხდება რამდენადაც მე ვიცი სასამართლოსა და პროკურატურის თანხმობის შემთხვევაში. აქ საინტერესოა ის, რომ შეცვლილია ყოფილი ხელისუფლებისა და ყოფილი ოპოზიციის როლები. მე მახსოვს, როდესაც მაშინდელი ოპოზიცია იყო წინააღმდეგი ნაფთსაჯულთა ინსტიტუტის და ხელისუფლება მომხრე, დღეს შეიცვალა ეს როლები და პირიქით იყო, თუმცა საბოლოოდ ამ ეტაპზე მიღწეულია კონსენსუსი. რატომ გახდა სწორედ ახლა, როდესაც ძალიან ბევრი გახმაურებული საქმის გამოძიება მიმდინარეობს და ეს საქმეები ეხებათ უშუალოდ ყოფილ მაღალჩინოსნებს ნაფთსაჯულთა შესახებ კანონპროექტის მიღება? ხომ არ არის ეს კონკრეტულ პოლიტიკურ ვითარებაზე მორგება კანონის შექმნის? ეს არ არის კონკრეტულ პოლიტიკურ ვითარებაზე მორგებული კანონი, ეს არის მორგებული პირთა წრეზე, რომლებიც ამჟამად არიან წარსულნი, მაგრამ ერთხელ ჩვენც ვიქნებით წარსულნი. ეს ეხება ყველას, ვინც არის ყოფილი მაღალჩინოსანი, დღეს ერთნი არიან ყოფილი მაღალჩინოსნები, ხვალ სხვები იქნებიან ყოფილი მაღალჩინოსნები. ეს ყველას ეხება, მათ შორის მეც მეხება და სხვებსაც. ვინც ყოფილები ვიქნებით მე მომავალში. რასთან გვაქვს საქმე? ესე იგი, თქვენ იცით, რომ როდესაც ჩვენ დავიწყეთ სამართლიანობის აღდგენა, ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, პრეტენზია გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, ჩემს თვალში აბსოლუტურად უსაფუძვლო, მაგრამ პრეტენზია, როდესაც არსებობს, მას სჭირდება სერიოზული მიდგომა, რომ ეს არ იყო წმინდა სამართლებრივი დევნა, ეს იყო პოლიტიკური ნიშნით ადამიანების, ასე ვთქვათ, შეშინება. ხოლმე როგორ შემიძლია შევაშინო ბაჩუ ახლა ეს არ ვიცი, მაგრამ როგორ ჩანს ადამიანებს ეშინიათ თავიანთი წარსული ქმედებების ალბათ პირველ რიგში. და ჩვენ გაგვიჩნდა ასეთი აზრი, რომელიც მე ვთვლი, რომ ძალიან კარგი აზრია და არის მთავარი პროკურორის იდეა, რომ გაგვეფართოვებინა პირთა წრე. იმ პირების დამატებით, ანუ ყოფილი მაღალჩინოსნები, რასაც ქვია პირობითაც, მაგრამ არა მხოლოდ. ეს შეიძლება იყოს მოქმედი მაღალჩინოსანის, თუ კი რომელიმე მოქმედი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ დაიწყება რაღაც ძიება, მასაც შეეხება იგივე უფლება, რომ მოსამართლებმა კი არ გარჩიონ მისი საქმე, არამედ ნაფთსაჯულებმა. ორი მიზეზი იყო ამისთვის. პირველი ის, რომ ეს ბრალდებები, რაც მოგახსენეთ, იყოს განეიტრალებული, რომ ბოლოს და ბოლოს სასამართლოში პროკურორმა კი არ ამტკიცოს და სასამართლომ კი არ თქვას, ვინ არის მტყუანი და მართალი. არამედ ხალხმა, რომლის წარმომადგენლებიც არიან ნაფთსიმსაჯულები, გაარჩიოს, ვინ არის მტყუანი, ვინ არის დამნაშავე და ვინ არ არის. ეს მე მგონი პირიქით ბრალდებულების ინტერესშია. საერთოდ ნაფთსიმსაჯულების ინსტიტუტი ითვლება, რომ არის ბრალდებულის ინტერესით შექმნილი და მის ინტერესში. მე არ მგონი რატომ იყო მაშინ ყოფილი ხელისუფლების ინტერესში თავის დროზე, რომ შემოიღოთ სწორედ ეს ინსტიტუტი და რატომ ეწინააღმდეგებოდა ოპოზიცია? მე გეტყვით, მეც ეწინააღმდეგებოდი, დღესაც არ მომწონს მე სისტემა, იმიტომ რომ აბსოლუტურად არ ღვევს ყველა ევროპულ სტანდარტს და თქვენ იცით, რომ ჩვენ რეფორმას ვაპირებთ ამ სისტემის, მაგრამ მე გამომდინარე იქიდან, რომ ასე ვთქვათ, არ ვარ პრეზიდენტის განცხადების მიუხედავად ნიანგის მომხმარებელი და გრევის მომხრე, ვთქვი ასეთი რამ, რომ არ მომწონს საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი, არ მომწონს ნაფთსაჯულთა ინსტიტუტი, მაგრამ ეს ინსტიტუტები არსებობს. ის რაც არსებობს და რაც შექმნა ადამიანმა და ადამიანთა ჯგუფმა ამაზე იზრუნა, იფიქრა. მოდით ეს გავაკეთილშობილოთ, კი არ ვანგრიოთ რაც დაგხვდა, არამედ გავაკეთილშობილოთ და გამოვიყენოთ ასიკეთოთ. და ისიც დავამატებ ბევრჯერ, რომ ნაფთსიმსაჯულები რომ არსებულიყვნენ ირგვლიანის საქმეზე,
ალბათ გაცილებით უფრო სამართლიანი განაჩენი დადგებოდა. ამიტომ ყოველთვის მოსამართლე არ არის გარანტი იმისა, რომ სამართლიანი განაჩენი დადგება. აქ უკვე მივდივართ იმ მეორე მიზეზამდე, რამაც ჩვენ ეს პირთა წლის გაფართოება გვაფიქრებინა, არის უნდობლობა იმ სასამართლოსადმი, რომელსაც ხელმძღვანელობს კოტე კუბლაშვილი. ეს არ არის უნდობლობა რომელიმე კონკრეტული ჩვეულებრივი მოსამართლისადმი, რადგან არ ვიცით ვის დაეწერება ესა თუ ის საქმე, მაგრამ ის ინსტიტუტი, რომელიც ჩაგდებული აქვს ხელში, როგორც საკუთარი ნივთი კოტე კუბლაშვილს, ვიფიქრეთ, რომ უკეთესი იქნებოდა თუ კი პირუთვნელი ხალხი არჩეული შემთხვევითობის წესით. თქვენ იცით, რომ ეს ასე ირჩევა, ასეთი წესით ხდება ნაფიცი მსაჯულების შერჩევა, იტყვის თავის სათქმელს. ხალხი გაასამართლებს ჩინოსანს, მაღალ ჩინოსანს, იქნება ის ყოფილი ამჟამინდელი თუ ამჟამინდელები, რომლებიც გახდებიან ყოფილები. და კიდევ ერთი ჩვენ სასაუბრო დრო სამწუხაროდ აღარ გვრჩება, ძალიან დიდი ინტერესი არის გახმაურებული საქმეების მიმართ 26 მაისი 7 ნოემბერი ზურაბ ჟვანია, თუმცა საზოგადოებამ ახალი ამ ეტაპზე არაფერი არ იცის. არის თუ არა წინსვლა ამ საქმეებთან დაკავშირებით? გირგვლიანი საქმეზე არის სერიოზული წინსვლა. გამომძიებელი, რომელიც არის ამ საქმით დაკავებული, მე მინდა ვთქვა, რომ არის მე ვიტყოდი საუკეთესო კანდიდატი იქნა შერჩეული თავისი სერიოზულობით და ზედმიწევნითი გამოკვლევით საკითხების მიმართ და სერიოზულობით. ჩვენ ანგარიშს ვაბარებთ, იმიტომ რომ მე დავდე პირობა სტრასბურგში ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის წინაშე, რომ დაზარალებული უფლება მონაცვლეს ბატონ გურამ გირგვლიანს ჩავაბარებით ყოველთვიურად ანგარიშს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიდის წინ გამოძიება. ორჯერ იყო უკვე ანგარიშის ჩაბარება და ძალიან მალე უნდა დაიდოს შედეგები, თუმცა რაღაც მომენტი იყო ერთკვირიანი თუ 10 დღიანი, როდესაც გამოძიება პრაქტიკულად ადგილზე კეპნი და მიწას რომ ტყვიან. მაგრამ ეს ყველა გამოძიებას ემართება ხოლმე. ასე ნებისმიერ სერიოზულ საქმეზე ამაში განსაკუთრებული არაფერია, თუმცა როდესაც შედეგები გამოქვეყნდება, საზოგადოება ბევრ სიახლეს შეიტყობს. იგივე ეხება 26 მაისის საქმეს და როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ძალიან კარგად და სწრაფად მიდის, შეიძლება ვთქვა, რომ კარგად მიდის საქმე, მაგრამ სწრაფად მიდის გამოძიება და ჟვანიას საქმეზეც არის გარკვეული სიახლეები, თუმცა ჯერ რაკი მთავარი პროკურატურა არ აკეთებს საჯარო ანგარიშს, ალბათ ამის მომენტი არ დამდგარა. თუმცა მე პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ იმ ტემპითა და რიტმით და განსაკუთრებით სერიოზულობით, რა სერიოზულობითაც თითოეული გამომძიებელი ამ საქმეებს უდგება. ძალიან დიდი მადლობა თქვენს ისმის საინტერესო საუბრისთვის. მე აუცილებლად მინდა ახლა მოგიწვიოთ რაღაც პერიოდის შემდეგ სასამართლო რეფორმაზე სასაუბროთ, რაც დღეს ვეღარ მოვასწარეთ. დიდი მადლობა. თეა წულუკიანი პასუხობდა მთავარ კითხვას, გადაცემაში რეკლამის დრო, რეკლამის შემდეგ ხათუნა ლაგაზიასთან ერთად დავბრუნდებით.